მჭიდრად იგრძნობა ფეხბურთელების აღნიშნავენ ამას, მათი მხარდაჭერა და მოტივატორები არიან. დიდი ძალისხმევა მე არ მჭირდება, ვთქვათ, იგივე საშინაო თამაშებში, შეხვედრებში, გუნდის მიმართ რაღაც საჭირო სიტყვების მოძებნა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხდებათ მათ ტრიბუნებზე, გამოსვლისთანავე. უკვე მოთელვაზე რომ გამოდიან თამაშის წინ, ეს ყოველივე იგრძნობა. ბათუმის დინამოს არასდროს არ აქვს გულშემატკივარი, არ მახსოვს მე დავიწყე 70-იანებიდან და იმდენი გულშემატკივარი ყავდა ბათუმის დინამოს. აჭარის ყველა კუთხიდან რომ წვიმა იქნებოდა, თოვლი იქნებოდა თუ კარგი ამით იქნებოდა, სავსე იყო ბათუმის დინამოს სტადიონი. აი აქინა დაიწყო, ასე რომ ვთქვათ, ჩემი გულშემატკივრობა ბათუმის დინამოს და ჩემი სურვილი თავისთავად ცხადია. როგორც სპორტსმენის, მე ნენელა გავიდა და 79-ში მოვედი ბათუმის დინამოში. ამ ფორმით გუნდმა იასპარეზა UEFA-ს თასზე პირველად თავისი ისტორიის განმავლობაში, რაც დაარსდა ბათუმის დინამო. 22,000 კაცი ესწრებოდა ამ მარშს. სკოლაში მომაკითხავდნენ ხოლმე, წამომიყვანდნენ, მის მერე ხომაგობდა. აი სასტუმრო მედია იყო, სადაც ახლა რედისონია და იქ გადიოდა ხალხი და იქიდან ადევნებდნენ თვალყურს თამაშს. ბათუმის დინამო ადრე როგორც მოგეხსენებათ, კარგად ასპარეზობდა, როცა სტადიონი ჰქონდა, საკუთარი კედლებში თამაშობდა და ევროთასებზეც გადიოდა. შემდეგ უკვე იყო ჩავარდნა, სტადიონი დაანგრიეს, გუნდი თითქმის დაიშალა და ეს პერიოდი ძალიან რთული იყო დინამოსთვის, ქალაქისთვის, ანუ ქალაქში ჩაკვდა ფეხბურთი, როცა ფეხბურთი ცოცხლობს ბათუმი. იყო რაღაც ჩავარდნები, როგორც კლუბს ჰქონდა, ისევე მე ძალიან იშვიათად დავდიოდი სტადიონზე, მაგრამ 2011 წელს ხორვატიის მატჩს გულისხმობ, სადაც მთელი საქართველო იყო კოლონებით ერთად წასული და მივაღწიეთ მნიშვნელოვან გამარჯვებას. ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ ესეთი ხალხმრავლობა ხშირად ყოფილიყო სტადიონზე და შევქმნით 2011 წელს ბათუმის დინამოს ფან-კლუბი და დღემდე მის გვერდით ვართ. გასული თამაშები იქნება თუ საშინაო მატჩი. პირველივე ტურში როცა ფან-კლუბი შევქმნით, მომიხდა მეგობრებზე, ახლობლებზე თქმა, რომ მივსულიყავით 50 ადამიანი მაინც გვექომაგა. პირველ თამაშებზე გასვლებზე ძალიან მიჭირდა თუნდაც 20 კაცის მოგროვება, მაგრამ დავდიოდით, არ შეგვიწყვეტია და ვფიქრობ, რომ მცირედი წვლილი მაინც არის ჩვენიც, რომ ხალხს გაახსენდა ფეხბურთი და ისევე იკრიბებიან და ავსებენ ამ ანგლისის ბაზას. ერთსულოვნება არის, არ არიან, ასე რომ ვთქვათ, მარტო ბათუმში გულშემატკივრობა. თქვენ წარმოიდგინეთ, თურქეთში ჩამოვიდნენ. ანტალიაში შეგრებაზე რომ იმყოფებოდა ბათუმის დინამო, იქ ჩამოვიდნენ საგულშემატკივროდ. რაც ხდება დღეს ბათუმში და სტადიონზე რაც ხდება, ხო, აი ეს ხალხი, ეს გულშემატკივრობა მან წამოიყვანეს მათკენ. მთლიანად ბათუმი გამოაღვიძეს მაგათმა და მაგათ მოყავთ ხალხი სტადიონზე. თელ ქალაქში მოძრაობენ ისინი და შეძახილებით და აი გზებსაც კეტავენ და ძალიან დიდია მათი ჩართულობა და მათი როლი, რომ ბათუმის დინამოს დაუბრუნდა მაყურებელი, რომელიც 10 წელია ბათუმში სტადიონი არ ყოფილა და ისეთი ადამიანები მოდიან სტადიონზე, რომ ნამდვილად არც ის ძველ დროში და თუ გინდა ეხლაც რაც იმართებოდა, რომ სტადიონზე არ იყვნენ ისინი საერთოდ დამყოფი.
და ემზადებიან წინასწარ სამსახურებიდან გათავისუფლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ცხოვრობ ამ ფან-კულტურით და ფან-კლუბის სხვადასხვა წევრებთან ერთობლივად არის ის, რომ ზრუნავთ საშინაო მატჩების და ხშირად გასვლით მატჩების პერფორმანსებზეც კი. დღევანდელი პერფორმანსისთვის ვემზადებოდით დილიდან, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და ეს პერფორმანსი სიმბოლურად აღნიშნავს იმას, რომ გუნდი ახალგადმოსულია უმაღლეს ლიგაში, ეს გემი ჩაივლის მთელს ტრიბუნას და ეროვნული ლიგის ლოგოსკენ ჩაუშვებს ხუზას, ანუ სიმბოლურად ეს იმას აღნიშნავს, რომ დინამო ბათუმი გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში და აქედან წასვლას არცად არ აპირებს. საფეხბურთო ატმოსფეროა შექმნილი, ირგვლივაა გულშემატკივარი, როგორც ყველა ნორმალურ სტადიონზე და ფეხბურთელებიდან გადმოცემით ვიცი და არა მხოლოდ ჩვენი ფეხბურთელებიდან, რომ აქ ძალიან კარგი ატმოსფეროა, ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არიან ფეხბურთელები და ვფიქრობ, რომ საშინაო არენაზე, როცა დინამო ბათუმი თამაშობს, უფრო მეტი ტემპია ვიდრე სხვა თამაშებში. არის აფეთქებები თამაშის ველობისას, როდესაც სწორედ რომ პირატების კარგი გაგებით ამ სიტყვის მოთხოვნით ხდება კიდე დამატებით ძალების მოძიება, მოზიდვა და თამაშის სხვა ხასიათს იძენს. ყოფილა თამაშები, როდესაც გუნდი მარცხდებოდა, თუნდაც ერთი ბურთის ფაული, ორი ბურთის ფაული და ზუსტად რომ უშემატკივრების აქტიურებით მოხდა ისე, რომ შემოგიტრიალებია ეს თამაშები. საქართველოში ბევრჯერ მსმენია, რომ არ შეუძლიათ გულშემატკივრობა და ამ ხალხმა აჩვენა ეს და ანახა, რომ გულშემატკივრობა შეუძლიათ და ეს უნდა გადაედოს ნებისმიერ გუნდს. პასუხისმგებლობა გაქვს უფრო მეტი. ვალდებული ხარ, რომ იმაზე მეტი გააკეთო, რაც შეგიძლია რა ამ ხალხისთვის, ამ ადამიანებისთვის, იმხელა სიყვარული მოდის, იმხელა მუხტი მოდის, რომ შეგიძლია, არ შეგიძლია, უნდა გააკეთო რა. უნდა შეძლო. იცით რა არის ნებისმიერ მომენტში იგრძნობა მათი მხარდაჭერა. მაგალითად იყო თამაში, როცა ვაგებდით და არანაირად არ განელებულა არაფერი, პირიქით მაქსიმალურად ხარს გვიჭერდნენ და მოვიგეთ ის რამოდენიმე თამაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, ფეხბურთელისთვის, სპორტსმენისთვის, გულშემატკივარს. პირველი იყო ყველაზე წნეხი, რომელიც მოახდინეთ საბურთალოსთან მატჩში, როდესაც გუნდი 2 თროს აგებდა, დასაწყისი პირველი 16 წუთში. და იყო მხარდაჭერა, შემოძახილი, არაუშავს, მიდით და ის თამაში ჩვენ გარდავტეხეთ და მოვიგეთ 4-2. რომელიც მოწინააღმდეგე გუნდმაც აღნიშნა, რომ ცივი წნეხის ქვეშ აღმოჩნდის ისეთი ატმოსფერო იყო, ჩვენ აქ მოგების შანსი არ ქონდა. დინამოსთან თუნდაც 3-2 2-2 გავიხადეს, იყო რაღაც წუთები დარჩენილი და მაინც შევძელით 2-0-ის შემდეგ 2-2 და 3-2 გავიმარჯვეთ მაინც. ეს ხალხი ძალიან დიდი მუხტია თითოეული ჩვენთაგანისთვის. ისეთი ამბავი იყო ტრიბუნაზე, რომ ერთ თამაში რო არ მოგვეგო, არ შეიძლებოდა უბრალოდ. არც ერთ ფეხბურთელი არ მიცემდა თავის თავს იმ სუფლებას, რომ 3 ქულის გარეშე წასულიყო გულშემატკივარის სახლში. ვინც სიტყვაზე გვეთამაშება, აუნიშნავ ბიჭებს, რომ ეს რა გარემოა, რამხელა мотиваცია, რამხელა ესეთი რაღაც არსად არ გვინახავს. ძალიან კარგი ატმოსფეროა და გასვლით თამაშებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, იმდენი ვერ მივდივართ, მაგრამ მაინც საკმაო რაოდენობით მივდივართ და ვცდილობთ, რომ იქაც ისე მხურვალეთ გულშემატკივროთ გუნდს. ახლოს არა გვაქვს სამწუხაროდ თამაშები, სულ დიდი გასვლები გვაქვს და ნებისმიერ თამაშზე დავყვებიან მაქსიმალურად გვერდში გვიდგანან და ეს სეზონი განსაკუთრებული არის ამით, იმიტომ რომ
მართლა ძალიან ბევრი ხალხი მოდის თამაშზე და ძალიან დიდ მუხტს გვაძლევენ. გასვლით მატჩებზეც, რა თქმა უნდა, თუ მართლა ნაკლები არა მეტნი არიან ხოლმე და რა ვიცი, ეს არის დიდი სიყვარული გუნდისადმი, რომ ნებისმიერ თამაშზე იარო მათთან ერთად. ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა ფან-კლუბი დინამო ბათუმი და აი ვერ წარმომიდგენია, რომ ან თავისუფალი დრო მქონდეს და თამაში იყოს და იმ დღეს არ წავიდე სტადიონზე. პირიქით, აი ყოველთვის ვეძებ, ანუ საქმეებს შემიძლია გადავდო და წავიდე. Kicho shende itse. Kicho zanevit qvela. Dinamo Milarovicodes, Gasodes, Kerodes, Estomagis ushelaris, Arastos, Darkoves, Kamakrebis lebitinaris, Vipzolot, Vipzolot, Cheni peri luci tetria. Salki ara. Ყველა ერთად წავიდეთ ერთად უქომა. იყო მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები, ფეხბურთელები სხვადასხვა გუნდებიდან, რა ვიცი, ნატრულობენ ალბათ, რომ ბათუმის დინამოში მოხვდნენ და ითამაშონ, იმიტომ რომ ეს ხალხი ისეთ გარემოს ქმნის, რომ მოგანდომებს უბრალოდ, რომ ამ გუნდში იყო და ამ გუნდის ღირსებას იცავდა. ბათუმის დინამოს ჩემპიონობას, რა ვიცი, ღმერთმა მომასწროს და მე ვიცი, ალბათ შეიძლება ვიტირას ხარ ვიცი. ახლა არა მე. რა ვიცი, ემოციები დიდია.